ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომლითაც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა მოთხოვნილი. რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ქართული ოცნების პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა. ტექსტში მოთხოვნილია სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და კომპანიების, ასევე ქართული ოცნების ლიდერების და იმ პირების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ცესკოს, ასევე მედიებს და ბიზნესებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვაზე. დოკუმენტში ასევე დაგმობილია რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და მოთხოვნილია მისი გაუქმება. ასევე დაგმობილია საქართველოს პრორუსული და პროჩინური საგარეო პოლიტიკა. რეზოლუციით უარყოფითად არის შეფასებული თეატრულოკიანის საგამოძიებო კომისია და აღნიშნულია, რომ ის მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტების დევნას. რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა მისცა 490 ევროპარლამენტარმა, 147 კი წინააღმდეგ წავიდა. ასევე ერთ-ერთი შესწორებით ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და მის წინააღმდეგ არსებული ყველა ბრალდების მოხსნა. ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, რომლის მიზანიც დოკუმენტის თანახმად ქართული ოცნების რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა. რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა მისცა 490 ევროპარლამენტარმა, 147 კი წინააღმდეგ წავიდა. ევროპარლამენტი არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ქართული ოცნების პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. შესაბამისად უარყოფს იმ ორგანოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელმაც ქვეყანაზე კონტროლი დაამყარა, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევ მიღებას. სწუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ჩამოყალიბდა, რაც შეუთავსებელია პლურალისტურ საპარლამენტო დემოკრატიასთან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებთან. თავდაპირველად გავრცელებული რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი მოუწოდებდა ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისკენ, თუმცა რეზოლუციის საბოლოო ვარიანტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო უახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება სამართლიანად და თავისუფლად ჩაითვალოს. 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში, რაც გამოწვეულია 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიღებით და ქართული რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაძლიერებით. მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურსელის და მეტიც თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს. მიაჩნია, რომ ეს მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი. თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და მონიტორინგი გაუწიოს გულმოდგინეს საერთაშორისო დაკვირვებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი. რეზოლუცია ეყრდნობა საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს, სადაც თავს იყრის ყველა მწვავე შეფასება თუ ფაქტი, რომლებზე ბოლო წლებში საერთაშორისო პარტნიორები ლაპარაკობენ. ეს არის გაფართოების კონტექსტში პირველი ანგარიში საქართველოზე როგორც ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაზე. ევროპარლამენტი იმეორებს მოთხოვნას, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რათა მან საჭირო სამედიცინო დახმარება მიიღოს საზღვარგარეთ. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან. დაწყებული ამჟამინდელი დე-ფაქტო პრეზიდენტით კვლავ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად. ევროპარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ქართული ოცნების მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფის სუვერენულ ერთა ევროპის დაინიცირებულ შესწორებას, რომლის მიხედვითაც რეზოლუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ ევროპარლამენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ასევე არ მიიღეს ჩანაწერი, რომლითაც ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას დროებით შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის ლეგიტიმური გამოხატულება საგარეო პოლიტიკური ზეწოლის ფონზე.